ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც დიდი ხანია ამერიკაში ისრაელისადმი ქრისტიანთა მხარდაჭერას ეძებს, ხშირად აქებს ევანგელურ ქრისტიანებს, როგორც ისრაელის უახლოეს მოკავშირეებს და ქრისტიან სიონისტებს თანამედროვე ებრაული სახელმწიფოს თეოლოგიური საფუძვლის შექმნას მიაწერს. თუმცა როგორც ჩანს, თაობათა ცვლილება მიმდინარეობს, რადგან გამოკითხვები აჩვენებს, რომ ახალგაზრდა ევანგელური ქრისტიანები და პროგრესული ქრისტიანები მნიშვნელოვნად ნაკლებად უჭერენ მხარს ისრაელის ქმედებებს. საით მიდის ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობა აქედან? მოდით American Views მოусმინოთ. ძალიან მიხარია, რომ American View-ში ჩვენთან ერთად არის Sandra Hagee Parkeri, Christians United for Israel Action Fund-ის თავმჯდომარე. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და შემოგვიერთდით. მინდა დავიწყო კითხვით, კუფის დიდი სამიტის შესახებ, რომელიც ამ კვირაში ვაშინგტონში ტარდება. ძალიან მნიშვნელოვან დროს. რას ფიქრობთ, როგორი ატმოსფეროა? მადლობა მოწვევისთვის, მაიკ. უნდა ვთქვა, რომ ვაშინგტონში ყოფნა ამერიკის 250 წლის იუბილეს დროს მართლაც ღვთისგანგებად მეჩვენება. რა თქმა უნდა, როცა წლების წინ სამიტის თარიღებს გეგმავდით, არ ვიცოდით, რომ დღეს ასეთ სიტუაციაში ვიქნებოდით ისრაელთან და ირანთან დაკავშირებით. ამიტომაც ეს დროის მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას ყოველთვის უხარია სამიტზე მოსვლა. აქ დაახლოებით 4000 წევრი ყავს, რომლებიც მზად არიან კონგრესში წავიდნენ და ისაუბრონ იმ საკითხებზე, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოსა და მის ხალხთან მდგომ ევანგელურ ქრისტიანულ თემს მნიშვნელოვნად მიაჩნია. ამ მომენტში შეიძლება ცოტა დრამატულად ვამბობ, მაგრამ ეს თითქოს გარდამტეხი წერტილია ისრაელსა და ქრისტიანულ საზოგადოებას შორის ურთიერთობისთვის. გულისხმობ, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ახლა გაყოფაა, რომ ქრისტიანულ საზოგადოებებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, ისრაელის მხარდაჭერა შემცირებულია. რას მიაწერთ ამას და რა გამოსავალი არსებობს, თუ საერთოდ არსებობს? რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ამ თემაზე გულწრფელად სასაუბროთ. სამართლიანია ვთქვათ, რომ თაობათა ცვლილება ხდება და ამ თაობაში ზოგიერთი ადამიანი ქრისტიანია, ხომ ასეა? ეს მხოლოდ ქრისტიანები არ არიან, ვისი აზრებიც იცვლება. ეს უფრო ახალგაზრდული თაობაა და ამ ადამიანებიდან ზოგიერთნი ევანგელურ ქრისტიანულ თემს ეკუთვნიან. ამის მიუხედავად ასევე არ არის უჩვეულო, რომ ახალგაზრდა თაობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ წინამორბედი თაობის ღირებულებებსა და მორალს. ეს ახალი არ არის. ეს არის რაღაც, რაც ყველა თაობაში მეორდება. ადამიანები ყოველთვის ეჭქვეშ აყენებენ მათ წინამორბედთა აზრებსა და იდეალებს. ამიტომ ფიქრობ, რომ ამას ეხლა რეალურ დროში ვხედავთ. და რა თქმა უნდა, არა მეგობრული უცხო ქვეყნების გავლენით, განსაკუთრებით ისრაელისა და ამერიკის მიმართ. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ აღვივებს ამ უცხოური გავლენა. ის რაც სხვაგვარად უბრალოდ ჩვეულებრივი თათაობათა შორისი კითხვები იქნებოდა. მაგალითად, რა იქნება მნიშვნელოვანი ჩვენთვის ამ ახალი თაობისთვის? გადაწყვეტილების თვალსაზრისით ჩვენ რამდენიმე რამ უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში უნდა შევხედოთ ამას, როგორც არის. ამერიკის ახალგაზრდებში მიმდინარე სიტუაცია არ არის სპონტანურად წარმოშობილი აქტივიზმი. ეს არის დაფინანსებული ანარქია. უნდა გავიგოთ და დავეთანხმოთ, რომ უცხოური გავლენა ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 წელზე მეტი არსებობს. ეს ახალი არ არის. ამერიკის საგარეო პოლიტიკის TikTokifikatsiya აცია არ არის რამე, რაც მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელში მოხდა. ჩვენ საქმე გვაქვს მტრებთან, რომლებიც თავიანთ ბრძოლებს 1000 წლეულებით გეგმავენ. და იცით, ამერიკა მხოლოდ 250 წლისაა. ამიტომ ვფიქრობ, საჭიროა საუბარი სწორად დავაყენოთ იმ თვალსაზრისით, რომ ახალგაზრდებისთვის არ არის უჩვეულო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ მათამდე არსებული თაობა. ეს უფრო მძაფრდება უცხოური გავლენით, როგორიცაა ჩინეთი, ყატარი, რუსეთი და სხვები, რომლებიც იყენებენ ამერიკულ დემოკრატიას. ჩვენი სკოლებისა და უნივერსიტეტების მეშვეობით ცდილობენ ახალგაზრდების გონების მიტაცებას და მათ დარწმუნებას იმაში, რომ კი ისრაელი ცუდია, მაგრამ ასევე ამერიკაც. და სიცრუეს მხოლოდ სიმართლით უნდა ებრძოლო. სიმართლესთან კომპრომისი არ შეიძლება. სიმართლე არ არის ის, რასაც მე ვამბობ, არც ის, რასაც შენ ამბობ. სიმართლე ის არის, რასაც ღმერთი ამბობს. არსებობს შავი და თეთრი. ამიტომ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ორგანიზაცია ქრისტიანები გაერთიანებულნი ისრაელის თვიში, განსაკუთრებით კი ქუფაიონ კემპუსის მეშვეობით და ჩვენი ასობით კოლეჯის ფილიალით მთელ ქვეყანაში არის შემდეგი. ჩვენ არა მხოლოდ ვუსვამთ ხაზ ბიბლიურ ჭეშმარიტებებს, რომლებიც გვეუბნება, რატომ უნდა დაუდგეთ ისრაელს და მის ხალხს გვერდით, არამედ ვუსვამთ ხაზ რაციონალურ ჭეშმარიტებებსაც. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ლოცულობ ან როგორ აძლევ ხმას არჩევნებზე, მნიშვნელობა არ აქვს. თუ ზრუნავს საკუთარ ქვეყანაზე, თუ გადარდებს ამერიკის საგარეო პოლიტიკა, თუ გადარდებს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება, მაშინ რაციონალური გადაწყვეტილებაა, რომ გვერდი დაუდგე ჩვენს ყველაზე ძლიერ მოკავშირეს რეგიონში, ისრაელის სახელმწიფოს.
მას რამდენიმე დამატებითი კითხვა მაქვს, რადგან შენ ხშირად მუშაობ კანონმდებლებთან და მთავრობასთან, როდესაც ცდილობ გაატარო პროისრაელური კანონმდებლობა. ეს არის რესპუბლიკური მთავრობა ამჟამად, რომელიც ამერიკელებს ეუბნება, რომ ის ქვეყნები, რომლებიც უარყოფითად ახდენენ გავლენას აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობაზე, კატარის, თურქეთის და მათი მსგავსი ქვეყნები, ეს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისინი ამერიკის მეგობრები და მოკავშირეები არიან. გულისხმობ, აქ აშკარა დისონანსია. როგორ ახერხებ ამას? როგორ უმკლავდები ასეთ სიტუაციას? ჩვენი სტრატეგია ქუფიში არასოდეს იცვლება, მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში. იქნება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ისრაელის სახელმწიფოში და როგორც უკვე ვთქვი, სიმართლეს მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ვებძვით ამას სხვადასხვა გზით. თქვენ ახსენეთ კანონმდებლობა. რამდენიმე წლის წინ ქუფიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ მივიღეთ კანონი, რომლის მიხედვითაც თურქეთს არ შეუძლია მიიღოს F-35 ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სანამ ისინი ასე ახლოს არიან. რუსეთთან და მათი სამხედრო ძალებისთვის იარაღის მიწოდებით ეს დააზიანებდა როგორც ამერიკის, ასევე ისრაელის ხარისხობრივ სამხედრო უპირატესობას, თუ თურქეთი მიიღებდა F-35-ს. იცით, მე არ ვსაუბრობ პრეზიდენტის ან ადმინისტრაციის სახელით იმაზე, თუ ისინი მაგალითად ცდილობენ კეთილგანწყობის მოპოვებას იმით, რომ ამბობენ თითქოს ეს ადამიანები მეგობრულები არიან. ეს მათი საქმეა. რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ თურქეთისთვის ასეთი ქმედებები კანონს ეწინააღმდეგება. რაც შეეხება ყატარს, ის საკითხი, რაზეც ეხლა მუშაობს ორგანიზაცია ქრისტიანები ისრაელის მხარდასაჭერად, როგორც შტატის, ისე ფედერალურ დონეზე, არის უცხოური გავლენის შეზღუდვა ამერიკის სკოლებში. ეს რა თქმა უნდა ხდება კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. ჩვენ ეს ვიხილეთ 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანაკები გაჩნდა. იგივე ხდება საშუალო სკოლებშიც, ასევე ხდება დაწყებითი კლასებიდან მე-12 კლასამდე. ამიტომ ჩვენ მუშაობთ კანონებზე, რომლებიც არამხოლოდ მეტგამჭვირვალობასა და ინფორმაციის გამჟღავნებას უზრუნველყოფს ამერიკულ განათლებაში უცხოური გავლენის კუთხით. არამედ მუშაობთ ასევე შტატის დონეზე კანოვერსინგზე, რომლებიც აბსოლუტურად კრძალავს ამას გუბერნატორის გამონაკლისის გარეშე. რადგან საბოლოო ჯამში იცით, ისრაელს ადანაშაულებენ იმ დანაშაულსა და დაფარვაში, რასაც სინამდვილეში სხვა ქვეყნების ჩადიან და ისრაელი არც ერთს არ აკეთებს. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ადრე აღნიშნეთ და მას ებრაული პერსპექტივიდანაც ვხედავ. თუ ბავშვს სიონისტურ ოჯახში ზრდი, ელოდები რომ ის სიონისტად გაიზრდება და თუ ასე არ მოხდა, ებრაული დანაშაულის გრძნობა გეუბნება, რომ რაღაც არასწორად გააკეთე. თქვენ თქვით, რომ ეს ყველგანი გრძნობა თაობათა ცვლილებაა. მაგრამ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ქრისტიანულ, განსაკუთრებით ქრისტიან სიონისტურ ოჯახებში, ამ კონკრეტულ დემოგრაფიულ ჯგუფში ამჩნიოთ რაიმე ტენდენციას, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. მოდით ასე ვთქვათ, როგორიც არ უნდა იყოს ადამიანის არჩევანი თვით იდენტიფიკაციაზე, ეს მათი საქმეა, მაგრამ ქრისტიანი და ანტისიონისტი ერთდროულად ვერ იქნები. ვერ იქნები. ამ დროს შენ ამბობ, რომ ბიბლიის ძალიან დიდი ნაწილის არ ბჯერა. დაბადებიდან გამოცხადებამდე ბიბლია სიონისტური დოკუმენტია. ასე რომ ადამიანები, რომლებიც ამ იარლექს იყენებენ, როგორც იცით, ჩვენს ებრაელ მეგობრებს ეს უკვე დიდი ხანია უნახავთ როგორც ებრაელებს და ისინი ამას იყენებენ იმისთვის, რომ თითქოს თავიანთი პოზიცია გაამართლონ. ეხლა როგორც ქრისტიანი, ამას სულ ხედავთ ტაკერისგან. მე ქრისტიანი ვარ, ეს მაწყენინებს გილოცავ. უბრალოდ ბიბლიის ძალიან დიდი ნაწილის არ გჯერა. ბიბლია სიონისტური დოკუმენტია. თუ ანტისიონისტი ხარ, მაშინ ამბობ, რომ ქრისტიანი არ ხარ და ამის მიზეზი ერთ წინადადებაში შეიძლება შეჯამდეს. ფაქტი, რომ ისრაელის ერი თანამედროვე ისრაელის ერი არსებობს. ბიბლიაში ძალიან ნათლად წერია, შეიძლება თუ არა ერი ერთ დღეში დაიბადოს. ფაქტი, რომ თანამედროვე ისრაელის ერი არსებობს და ის, რომ ებრაელები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იქ ცხოვრებისთვის დაბრუნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 3000 წელია უწყვეტად ცხოვრობენ იქ, არის უდავო მტკიცებულება იმისა, რომ ბიბლია ჭეშმარიტია და ღმერთი არსებობს. ეს არის მიზეზი, რატომაც არსებობს წინააღმდეგობა ისრაელის ერის მიმართ. აი რატო არსებობს მიზეზი ამერიკული განსაკუთრებულობის, იმ იუდეო-ქრისტიანული ღირებულებების წინააღმდეგობისთვის, რომლებზეც ჩვენი ერი დაფუძნდა, რადგან თუ ისრაელი არ არსებობს, ბიბლია ტყუილია და ღმერთი არ არსებობს. და ბევრი ადამიანია მტრები, როგორც უცხო ისე შიდა, რომლებსაც სჭირდებათ ეს იყოს სიმართლე, რათა გააგრძელონ თავიანთი იდეოლოგიები. ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რაც არასწორად მოხდა. მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, რაც სწორად მოხდა და რაც აქ სხვადასხვა დონეზე კვლავაც სწორად მიმდინარეობს. და ჩვენ ეს ნახეთ, განსაკუთრებით ომის დროს და აშშ-სა და ისრაელს შორის იმ ძლიერ ურთიერთობაში, რომელიც აქ მრავალი მიმართულებით კვლავაც მტკიცია. თუ შეგიძლიათ დეტალურად აგვიხსნათ, რას აკეთებდა კუპი, რას აკეთებდა თქვენი კონკრეტული განყოფილება Action Fund ამ ურთიერთობის გასაძლიერებლად. და ზოგიერთი შესაძლებლობა და გულწრფელად რომ თქვა, სირთულეებიც, რაც ამ ეტაპზე ამის გაკეთებას ახლავს.
რაც თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა სოციალურ მედიაში ტრენდულია, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სიმართლეა. საერთოდ არა, Twitter-ი არ უდრის რეალურ სამყაროს, ჩვენ ეს ვიცით. სწორია და რაც კარგ შეეხება, მთლიანობაში ამერიკის უმრავლესობა ჯერ კიდევ ისრაელის მხარდამჭერია. იქნება ეს იმიტომ, რომ თქვენი რწმენის მიხედვით ასე გჯერათ, ან იმიტომ, რომ გესმით, რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს გვერდით უნდა იდგეთ, რომელიც ფაქტობრივად ჩვენი პირველი თავდაცვითი ხაზია რეგიონში. ასე რომ, ეს დადებითია. რაც შეეხება იმას, რაც ქუფიმ შეძლო, ერთ კონკრეტულ მაგალითზე ვისაუბრებ. 7 ოქტომბრის შემდეგ 2024 წლის გაზაფხული იყო და ისრაელი იმ დროისთვის უკვე 6 თვე ომში იყო. თუმცა არ მიუღია არანაირი გადაუდებელი სამხედრო დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან შირდებოდა. და რა თქმა უნდა, აქ ძირითადად თავდაცვის სისტემებზე ვსაუბრობთ. იცით, თუ გსურთ ვისაუბროთ იმაზე, რომ ვინმეს ტყვია ან იარაღი არ მისცეთ, ეს უკვე სხვა საუბარია. თუ გსურთ ვისაუბროთ იმაზე, რომ თქვენს მეგობარს ფარი წაართვათ, ეს სრულიად სხვა საკითხია. და კუფიმ 6 დღის განმავლობაში 300-ზე მეტი თავისი წევრი გაამგზავრა ვაშინგტონში, აშშ-ის ყველა შტატიდან, მათ შორის ალასკიდან და ჰავაიდან. ამ ადამიანებმა თვითმფრინავში უფრო მეტი დრო გაატარეს ვიდრე ვაშინგტონში. ჩვენ კვირა საღამოს შევხვდით ახლად არჩეულ სპიკერ მაიკ ჯონსონს. ორშაბათს შევხვდით წარმომადგენელთა პალატის 90%-ზე მეტ წევრს, ვინც მზად იყო ჩვენთან შეხვედრაზე, რათა გველაპარაკა იმის საჭიროებაზე, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. და იმ კვირის 4 შაბათს ის კანონპროექტი, რომელიც უკვე სენატში იყო მიღებული, წარმომადგენელთა პალატამაც უდავოდ დაამტკიცა და დაახლოებით 14 მილიარდი დოლარის გადაუდებელი სამხედრო დახმარება ისრაელს გაეგზავნა. როცა ბიბლიაში წერია, მე ვაკურთხებ მათ, ვინც შენ გაკურთხებს. როცა ბიბლიაში წერია, რომ ებრაელებმა ჩვენ არაებრაელებს სულიერი კურთხევა მოგცეს პატრიარქები, ბიბლია, მარიამი, იესო და იოსები. ამიტომ ჩვენ წარმართებმა ებრაელები უნდა ვაკურთხოთ ფიზიკურ და რეალურ საკითხებში. და ხალხი კითხულობს, ეს რას ნიშნავს? ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამომოუხატავთ ჩვენს რწმენას, როცა ვამოძრავებთ ჩვენს ხალხს იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენს ქვეყანასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ამერიკამ არ დაუშვას არანაირი დაშორება. მინდა კითხოთ, იყო კრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ და არ ვაპირებ გთხოვოთ, რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, თუმცა რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ასე მოიქცეთ. მაგრამ უფრო ფართო საკითხი ისაა, რომ მან ქრისტიანულ საზოგადოებას მეტი ყურადღება დაუთმო ამერიკელი ებრაელებისთან ურთიერთობების გაღრმავების ხარჯზე. ის ხშირად ჩამოდის აქ, აშშ-ში ვიზიდებისას. ხვდება ქრისტიანულ ორგანიზაციებს, ხოლო ებრაულ ორგანიზაციებს თითქმის საერთოდ არ უთმობ დროს. ვიცი, რომ კუფი სულ მცირე დიდ ღონისძიებებზე მასპინძლობს ებრაელ ლიდერებს, მაგრამ ყოველდღიურ დონეზე უფრო ფართო მასშტაბით. როგორია ურთიერთობა კუფისა და მის ამერიკულ ებრაულ შესაბამის ორგანიზაციებს შორის? და არსებობს თუ არა დაძაბულობა იქ, გამომდინარე ისრაელის მთავრობის მხრიდან აღქმული მიკერძოების გამო? დავიწყე ბოლოს და შემდეგ უკან დავბრუნდები. არა. დაიცით, პასტორ ჰეიჯი 1928 წელს თავის მაგიდასთან იჯდა და რადიოს უსმენდა, როცა ისრაელის სახელმწიფო დაარსდა. და მისმა დედამ შეხედა და უთხრა, ეს არის ბიბლიურად ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მსოფლიოს ისტორიის ისტორიაში. არ მგონია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ და პასტორ ჰეიჯი იმ დროს ერთმანეთს შეხვედროდნენ. ამიტომ რომ თქვათ, პოლიტიკოს შეუძლია მთელი დენომინაციის კეთილდანწყობის მოპოვება, აბსოლუტურად ყოველგვარი უპატივცემულობის გარეშე ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მიმართ, ვფიქრობ, ეს მის შესაძლებლობებს აჭარბებს. ეს არის რაღაც, რაც თაობების განმავლობაში ჩვენი რწმენის საფუძველშია ჩაქსოვილი. B. ქრისტიანები გაერთიანებულნი ისრაელისთვის ოფიციალურად დაარსდა 2006 წელს, მაგრამ პასტორმა ჯონ ჰეიგიმ ისრაელის საპატივცემულო საღამო 1991 წელს დაიწყო. და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პირველად ეწვია ისრაელს, როცა თქვა, 1000 წლეულებია ვიბრძვით, რა შემიძლია გავაკეთო, რომ ქრისტიანები და ებრაელები ერთად მოვიყვანო. ისრაელის საპატივცემულო საღამოებმა გააჩინა ორგანიზაცია ქრისტიანები გაერთიანებული ისრაელისთვის. არც ერთი ეს რამ არ მოხდებოდა, რომ არა პასტორ ჰეიგის ურთიერთობა და მეგობრობა ნათელი ხსოვნის რაბინ არიე შეინბერგთან. და რაბინმა შეინბერგმა ერთი ფრაზით შეცვალა ქრისტიანულ ებრაული ურთიერთობის ტრაექტორია და თქვა: ჩვენ ვიცით, როგორ მოვექცეთ ჩვენს მტრებს, მაგრამ თუ ეს ადამიანი მეგობარია,
ეს ფრაზა თუ ეს ადამიანი მეგობარია, წითელი ხაზებით გასდევს ორგანიზაცია ქრისტიანები გაერთიანებულნი ისრაელისთვის ის დაარსების ისტორიას და მის დრევანდელ არსებობას. ჩვენი ებრაელი ძმები და დები, ჩვენ მათთან ერთად დგავართ გვერდიგვერდ, არა იმიტომ, რომ ყველაფერზე ვთანხმდებით, არამედ იმიტომ, რომ ერთ რამეზე ვთანხმდებით. და ჩვენ გვეამაღება იმის თქმა, რომ ორგანიზაცია ქრისტიანები გაერთიანებულნი ისრაელისთვის ის 3 წელს უფრო მეტი ადამიანი ყავს. ასობით ადამიანი მოდის ებრაული თემიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ისრაელის სახელმწიფოდან. რადგან ეხლა განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ სამყაროში მათ იციან, როგორი ჩანს ნამდვილი მეგობრობა. და როდესაც ისრაელისთვის და ებრაული თემისთვის აქ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია რთულდება, ისინი უყურებენ ქუფის და ხედავენ, რომ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცეა და უფრო მეტიც ჩვენ ამ მხარდაჭერას კიდევ უფრო ვაძლიერებთ. ჩვენი მეგობრობა ადგილობრივ ებრაულ თემთან და მთლიანად ებრაულ საზოგადოებასთან არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. ამასთან დაკავშირებით ებრაულ ქრისტიანული ურთიერთობის კონტექსტში ელჩი მაიკ ჰაკაბი აშშ-ის ელჩი ისრაელში, ანუ ნამდვილი გამოკვეთილი სიონისტი. თუნდაც მანაც კი ზოგჯერ გააკრიტიკა ისრაელის მთავრობა გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც ისრაელში ქრისტიანებზე თავდასხმა მოხდა, ან სხვა შემთხვევებში, სადაც დისკრიმინაციის ნიშნები იყო. ასე რომ მან ამ საკითხზეც გააკრიტიკა ისრაელის მთავრობა. თქვენი აზრით, საკმარისი რეაქცია აქვთ ისრაელის ოფიციალურ პირებს, როდესაც ასეთი შემთხვევები ხდება? გულისხმობ იმას, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის სრულყოფილი. ასევე ვფიქრობ, რომ შეგიძლია შენიშვნები და კრიტიკა გამოთქვა თუნდაც მეგობრების მიმართ. ვინც ამბობს, რომ თუ ისრაელს აკრიტიკებ, ანტისემიტიზმს ავლენ, აზრს აჭარბებს და ეს სიმართლე არ არის. თითოეულ ისრაელელს ოლიმპიური ოქროს медаლი აქვს თავისი მთავრობის კრიტიკაში. თუ ვინმეს ნამდვილი მეგობარი ხარ, შეგიძლია პირდაპირ უთხრას სიმართლე. სწორად ეს გააკეთა ელჩმა მაიკ ჰაკაბი. ვიტყვი როგორც ამერიკელი, ჩემი საქმე არ არის ისრაელს ვუთხრა რა უნდა გააკეთოს. ელჩი ჰაკაბი უნიკალურ როლშია, სადაც მისი საქმეა ჩვენი ქვეყნის გზავნილები გადასცეს ჩვენს მეგობრებს ისრაელის სახელმწიფოს. ჩემი საქმე როგორც ამერიკელის არის დავწმუნდე, რომ ჩემი ქვეყანა არაფერს გააკეთებს, რაც შეიტანს განხეთქილებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის. ისრაელი დემოკრატიული ქვეყანაა. ისრაელში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებია. და რაც არ უნდა გადაწყვიტონ ისრაელმა და მისმა ამომრჩევლებმა იმის შესახებ, თუ ვინ იქნება კნესეთში, ეს მათი გადასაწყვეტია. მაგრამ ჩვენ აქ ვჩებით მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მინდა დაბრუნდე კუფას თქვენს კონკრეტულ ფრთაზე, მოქმედების ფონდზე და საკანონმდებლო საქმეებსა და ძალისხმევაზე. ეს ახლა რთული დროა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ, რომ უფრო მეტი პროგრესული დემოკრატია ერჩევა, ვიდრე ზოგიერთი რესპუბლიკელი. არ არის ბევრი, მაგრამ საკმარისია, რომ ზოგიერთი ხმა გადაიხაროს აქ, ვიწრო უმრავლესობაში ისრაელის საწინააღმდეგოდ. როგორ ინარჩუნებთ ახლა ამ ბალანსს, როცა მიდიხართ წარმომადგენელთა პალატაში, როცა მიდიხართ სენატში, რომ სცადოთ ამ კანონპროექტის გატანას, სცადოთ აზრების შეცვლა, იქნებ გულების შეცვლაც. ახლა თქვენთვის ეს მარტივი არ არის. როგორ უდგებით ამ როლს? ფიქრობ ერთი რამ, რაც ქუფას გამოარჩევს, არის ჩვენი მხარდამჭერები და მათი მზადყოფნა, რომ ამ საკითხის გამო მობილიზდნენ. და თუ ვერ შევცვლით თქვენს გულსა და აზრს, ესაც მისაღებია, მაგრამ უკეთესი იქნება თუ თქვენს ხმას შევცვლი. და თუ თქვენს ხმასაც ვერ შევცვლი, მაშინ ალბათ თქვენს ოლქში საკმაოდ ბევრი კუფის წევრია, რომლებიც თავიანთ არჩევანს შეცვლიან, როცა საქმე თქვენს ხელახალ არჩევანს შეეხება. და ეს უბრალოდ ამერიკული სისტემის მუშაობის წესია და ეს მშვენიერია, ამას მოქმედ დემოკრატიას ეძახიან. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენს ლიდერებს მეტი ანგარიშვალდებულება ქონდეთ post-COVID-ის სამყაროში. მგონია, რომ ხალხი აღარ არის მიჩვეული ერთმანეთს პირადად, ხშირად ხვდებოდეს. მგონია, რომ ის ფაქტი, რომ ამომრჩევლებს ჯერ კიდევ ყოფნით სურვილი, რომ კაპიტოლიუმში მივიდნენ, არა იმისთვის, რომ რეზოლუციებზე ან სასიამოვნო თემებზე ისაუბრონ, არამედ იმისთვის, რომ თქვან, ჰეი, მოდი ანარაზე ვისაუბროთ. მოდი ვისაუბროთ მემორანდუმზე და იმაზე, რაც კიდევ გაქვს დაგეგმილი. მოდი ავდგეთ და ჩვენი ხმა დავაფიქსიროთ. თუ 2015 წელს JCPOA-ზე ვიქნებით გაბრაზებულები, მაშინ უნდა დავწუნდეთ, რომ თქვენ მიუხედავად იმისა, რესპუბლიკელი ხართ თუ დემოკრატი, საკუთარ პოზიციას დააფიქსირებთ და დავწმუნდეთ, რომ არსებული კანონები განსაკუთრებით ინრა პატივისცემით სრულდება და რომ ყველაფერი, რაც ახლა მზადდება, კონგრესის დამტკიცებას გაივლის. მოდი თურქეთზეც ვისაუბროთ, მოდი F-35-ებზეც ვისაუბროთ.
მოდი რეგიონულ პარტნიორებზე ვისაუბროთ, როგორიცაა საბერძნეთი, ეგვიპტე და სხვა კვიპროსული ქვეყნები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო, მაგრამ ეხლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე დაიხურა. უნდა განვიხილოთ სხვა საზღვაო გზებიც ამ რეგიონებში. მოდი ამერიკისა და ისრაელის უსაფრთხოების თანამშრომლობის გაგრძელებაზეც ვისაუბროთ. მოდი დავასრულოთ ეს საუბარი და ეს მცდარი წარმოდგენა თითქოს ისრაელის სამხედრო დახმარებაზე დამოკიდებული სახელმწიფოა. მაშინ როცა სინამდვილეში ისრაელი თავის ჯარისკაცებს ჩვენი იარავის გამოსაცდელად იყენებს. ჩვენ ამ იარაღს ვქმით და ვაუმჯობესებთ. შემდეგ კი ისრაელი ამ ტექნოლოგიას ჩვენთანაც იზიარებს. ამისთვის ჩვენ არ გჭირდება ჩვენი ჯარისკაცების გაგზავნა და არც ერთი წვეთი ამერიკელი ჯარისკაცის სისხლის დაღვრაც არ ხდება. ამერიკას არასდროს დაუხარჯავს ფული ისრაელზე. ამერიკა მხოლოდ ინვესტიციას დებს ისრაელში. ასე რომ ჩვენი საქმეა კიდევ ერთხელ ყოველთვის სიმართლე და ფაქტები მოვიტანოთ. და თუ თქვენ ამას სხვანაირად ხედავთ, მაშინ ჩვენ შეგიქმნით შესაძლებლობას აგვიხსნათ, რატომ არის ასე. და თუ თქვენს აზრს ვერ შეგიცვლით, მაშინ ხმას სხვას მივცემთ. იცით, სასაცილოა რომ ამას ამბობთ. მე მუდმივად ვსაუბრობ განსაკუთრებით ომის დროს ამ ორ გზაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი იყენებს საგარეო ურთიერთობებში. ის დიპლომატიურ გზას ირჩევს. მოდით ვისაუბროთ. მოდით საუბრის არხები ღია დავტოვოთ და ამავე დროს სამხედრო გზაც შევინარჩუნოთ. თუ დიპლომატია არ იმუშავებს, აირაგელით. და ის არასდროს იხევს უკან, ერთიდან და მეორეზე გადადის. ისინი პარალელურად მუშაობენ. როგორც ჩანს, თქვენაც მსგავს სისტემაზე საუბრობთ კანონმდებლებთან ურთიერთობისას. მოდით კომუნიკაციის არხები ღია დავტოვოთ. ვცადოთ გამოსავლის პოვნა. თუ თქვენ არ გააკეთებთ ამას, თუ ჩვენ არ გავაკეთებთ, იქ რაღაც გელით. ეს სწორად აღწერს სიტუაციას. გულისხმობ, არ მინდა რომ ეს ისე ჟღერდეს. ეს არ არის, ეს ნამდვილად არ არის მუქარა, მაგრამ ეს რეალობაა. უბრალოდ ასეა. რადგან ამ ამომრჩევლებმა თქვენ მოგცეს ხმა, თქვენ უნდა ასახავდეთ ხალხის ნებას. თუ თქვენ არ ასახავთ თქვენი ამომრჩევლების ნებას, მაშინ ამომრჩევლები შეცვლიან დამოკიდებულებას თქვენს მიმართ. და ეს არ უნდა იყოს სენსაცია ან სადავო საკითხი. და მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ურთიერთობაში, როგორც ნახეთ პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით. იცით, ხალხი ძალიან აღელვებულია ურთიერთდაგების მემორანდუმის გამო და იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს. მე არ ვიქნები აღელვებული, სანამ არ ნახარ, რომ მთელი ის სამხედრო ტექნიკა რეგიონს ტოვებს. ამჟამად ისინი ჯერ კიდევ იქ არიან, იარაღი მზად აქვთ, ასე რომ დაველოდები მოვლენების განვითარებას. იცით, ანალოგიურად თქვენ უნდა შექმნათ იგივე ანგარიშვალდებულება თქვენს არჩეულ წარმომადგენლებთან მიმართებითაც. ასე იყო ეს მოწყობილი 250 წლის წინ. მაშინ მუშაობდა, ახლაც მუშაობს. და ისინი კვალაც მარქავენ შეხვედრებს გუფას წევრებთან, რადგან იციან, რომ ეს ის საკითხებია, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და მიუხედავად იმისა, ეთანხმებით თუ არა ჩვენს აზრს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას შესაძლებლობა ამ თემაზე საუბრისთვის. ადამიანებმა აღარ იციან, როგორ ისაუბრონ ერთმანეთთან. ისინი ითხოვენ ერთსულოვან თანხმობას ყველა იმ საკითხზე, რაზეც შეიძლება შეთანხმდნენ, სანამ ერთ საკითხზე წინ წავალთ. თუ ვისწავლით გაერთიანებას ისე, როგორც ამერიკისა და ისრაელის მტრებმა ისწავლეს გაერთიანება, ჩვენ დაუძლებელები ვიქნებოდით. ფიქრობთ, რომ ქიარი და ქოთპინკი რამით გვანან ერთმანეთს? არაფრით. მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ მათი ღვიძლიანი სიძულვილი აერთიანებთ. ამიტომაც არიან მზად გაერთიანდნენ. ანალოგიურად, ყველა გონივრულად მოაზროვნე ამერიკელი, ვინც აფასებს ამერიკის უსაფრთხოებას, ვინც აფასებს ჩვენს ურთიერთობას ისრაელის სახელმწიფოსთან, ვინც ეთანხმება, რომ ირანი რეგიონისთვის სუდია. უნდა შეძლონ ამ საკითხებზე ერთად დგომა, გაერთიანება და რეალური ცვლილებების მიღწევა. რაც შეეხება კუფის თავად, ხედავ თუ არა წევრების ზრდას. და როდესაც ამბობთ, რომ ამ ორგანიზაციაში არსებობს უპირობო ერთგულება ისრაელის მიმართ, გესმით თუ არა რაიმე ჩურჩული წევრებს შორის? რომ აი ჩვენ გვაწუხებს ეს, გვაშფოთებს ის, რომ რაღაც აქაც უნდა შეიცვალოს. თუ პირიქით ხედავთ ამ ერთგულებას მხოლოდ ისრაელის მიმართ ორგანიზაციის შიგნით. ორგანიზაცია ქრისტიანები გაერთიანებულნი ისრაელისთვის ჩვენ ხედავთ ზრდას, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებში. მე ვფიქრობ, რომ კოვიდის შემდეგ ადამიანები განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც პანდემიის დროს ბევრი რამ წაართვეს, მზად არიან ჩაერთონ, იმოქმედონ, იყვნენ აქტიურები. მე ვფიქრობ, განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა მათ ნახეს მთელი ის წინააღმდეგობა, რაც ისრაელის სახელმწიფოს მიმართ იყო, ახლა ისინი აცნობიერებენ რა დევს სასწორზე. ჩვენ მხოლოდ ზრდის გაგრძელებას ვხედავთ, ასევე მხოლოდ ენთუზიაზმის გაგრძელებას ვხედავთ. ისრაელის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ყოველი მოვლენა, რაც ხდება და რაც უკვე მოხდა, წინასწარ იყო წინასწარმეტყველებული. ისრაელი სასწაულია, ისრაელი რჩეულია, მისი ხალხიც რჩეულია.
ებრაელებს ეს არჩევანი თავად არ გაუკეთებიათ. ხოვლის შენძლე ღმერთმა თავად აირჩია ეს მათთვის, რათა მსოფლიოს ეჩვენებინა, როგორი საოცარი ღმერთია იგი. ამიტომ ვიცით, რომ ღმერთი ყველაფერს მართავს და ყველაფერი კარგად იქნება. და ორგანიზაცია ქრისტიანები გაერთიანებულნი ისრაელისთვის სრულად ერთგული რჩება ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი ნებისმიერი ფორმით, სადაც არ უნდა იყოს, თემებში, ეკლესიებში, კოლეჯებში თუ კონგრესში. და ჩვენ მოუთმენლად ველით ამის გაკეთებას ვაშინგტონში, ამ ივლისში. სანდრა ჰაგი პარკერი ორგანიზაცია ქრისტიანები გაერთიანებულნი ისრაელისთვის სამოქმედო ფონდის თავმჯდომარე. ძალიან გმადლობთ, რომ დრო გამონახეთ და ჩვენთან შემოუერთდით. აუცილებლად გნახავთ ქალაქში და ასევე კონგრესის დარბაზებში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და ჩვენთან შემოუერთდით. გმადლობთ, რომ მიმიწვიეთ. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი პროგრამა. გეპატიჟებით შემოგვიერთეთ მომავალ კვირასაც აქ, ვაშინგტონში, რომ მოისმინოთ American View.